მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ბატონი გიორგი გვასალია. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მომწანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბარი ეხება ღვთისმსახურებას. ერის ადამიანისთვის ეს კიდევ განსხვავებული რამ არის. არიან ადამიანები, ვინც მსახურობენ და ღვთისმსახურები არიან. მათთვის ეს შეიძლება იყოს გარკვეულად ყველაზე საპატიო სამსახური ამ სამყაროში და ამ დედამიწაზე, მაგრამ ჩვენთვის დედამიწაზე მყოფი ერის ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ღვთისმსახურებას? აი ამაზე მინდა ვისაუბროთ და ზოგადად მეცნიერება ადამიანს განიხილავდა როგორც ცხოველს, განიხილავდა როგორც იარაღის მკეთებელ რაღაცას, როგორც გონიერს, როგორც სულიერს და ერთი მომეწონა ძალიან ერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრება იყო, რომ ადამიანი არის მლოცველი არსება. ამაზე უკეთესად ადამიანს ალბათ ვერავინ დაახასიათებდნენ, რომ თუმცა ყოველი სული აქებდი თუ ფალსავს სალმონში ასე ამბობს დავით წინასწარმეტყველი, მაგრამ ცნობიერი ლოცვა და ურთიერთობა ღმერთთან არის უმნიშვნელოვანესი ყოველი ჩვენთაგანისთვის. ზოგადად სანამ ღვთისმსახურებას დავიწყებ, მე მინდა ვახსენო, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში რიტუალს, რაღაც რიტუალის შესრულებას, რომლითაც ის ცდილობს არ დაავიწყდეს თავარი. ანუ რიტუალი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი. რა არის ეს? საიდან მოდის ჩვენი ღვთისმსახურება და რისი გაგრძელებაა ეს? ძალიან საინტერესო არის ის, რომ აი თქვენი მხრიდან ხაზგასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რას გულისხმობ. ჩვენ ღვთისმსახურებაზე ვსაუბრობთ, არაფრით არ შეიძლება ღვთისმსახურება განუკუთვნოთ საზოგადოების აქცენტ ნაწილს. თქვა სასულიერო. არა, ღვთისმსახურები ვართ ყველა. ზუსტად ისეთი ღვთისმსახური ვარ, მე როგორი ღვთისმსახურიც არის სასულიერო პირი. არანაირი სხვაობა ამ მსახურებაში არ არის. გარდა იმისა, რომ მას საკუთრივ ეწოდება სასულიერო პირს, საკუთრივ ეწოდება ღვთისმსახური, ვინაიდან ჩემგან განსხვავებით ის აღასრულებს ერთ იმგვარ მსახურებას, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ, ერისკაცი. დანარჩენი ამ ერთის გარდა მე აბსოლუტურად თანაზიარი ვარ ღვთისმსახურებაში, ზუსტად ისევე მსახურ. რაღაც აზრით ყველა ადამიანი არის მღვდელი, ყველა ადამიანი არის ღვთისმსახურებისაკენ მიდრეკილი. და აი დაყოფა ასე სიტყვაზე თქვა ტაძარში ვარ შეკრებილები და აი ღვთისმსახურია და მე ერისკაცი ვარ, ეს არ არის მართებული. ის უბრალოდ განკუთვნილი აქვს მას ეს სახელი, ვინაიდან ერისკაცისაგან განსხვავებით ის ლიტურგიას აღასრულებს, ერისკაცი ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ მე როგორც ერისკაცი, თქვენ როგორც ერის ადამიანი, თავისუფლად შეგიძლიათ თუ კი ამის საჭიროება გახდა, ნათლისღების საიდუმლოც კი აღასრულოთ. თქვენ მღვდელმოქმედებთ მაშინ. ისე რომ არანაირი ხელდასხმა არ გაქვთ მიღებული რაღაცა ისეთი, რომელიც სასულიერო პირს აქვს. შეგიძლიათ ახსარება ჩაიბაროთ, შეიძლება ამ საიდუმლოში თანამონაწილე გახდეთ. თავის თავაცხადია სიტუაციიდან გამომდინარე, თუ იქ სასულიერო პირი არ არის და კანონიერი ღვთისმსახური არ ესწრება ამას, ამ აუცილებლობებით არის წარმოქმნილი. სხვაგვარად რო ვთქვათ, მე შემიძლია ერისკაც შემიძლია საიდუმლოს აღსრულება. მაგრამ არის ერთი ღვთისმსახურება, რომელსაც მე ვერანაირად ვერ გავაკეთებ. ეს არის საღვთო ლიტურგია, ამას მხოლოდ ნაკურთხი სასულიერო პირი აღასრულებს, ამიტომ მას გაუსაკუთრდა ეს სახელი. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალწულის, ტერმინ ქალწულს მოვიხმობთ, ხო? პირველ რიგში და ერთადერთ ვისაც ვიგულისხმობთ ამაში, ეს არის ყოვლადწმინდა დედოფალი. რატო? იმიტომ კი არა, რომ ქალწული სხვა არ იყო მის შემდგომ. ჩვენ ვიცით ქალწულმოწამე ბარბარე, წმინდა ეკატერინე, ბევრი ქალწული ვიცით, ქალწულთა დასი მოდის ხო შემდგომ. მაგრამ თუ არ დავაკონკრეტებ ქალწულში ვის გულისხმობ, მაშინ ყველა ერთიანად ვიგულისხმობთ, რომ ეს ყოვლადწმინდა დედოფალია, რატომ რომ ეს ტერმინი, ეს სახელი გაისაკუთრა მან თავისი ცხოვრებით. ასევეა, უბრალოდ ამ სიტყვა ღვთისმსახურს ჩვენ განსაკუთრებულად სასულიერო პირს მივაკუთვნებთ, ვინაიდან იმ ერთ მსახურებას აღასრულებს, რომელიც არის საღვთო ლიტურგია. დანარჩენის მხრივ ჩვენ ყველა ღვთისმსახურები ვართ. ყველანი ვემსახურებით ღმერთს. რატო? ადამიანი, აი თქვენ ჩამონათვალი ახსენეთ და ძალიან საინტერესო იყო მართლა, რომ ადამიანის წინასწარ არის მლოცველი არსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით ალბათ მივაქცევთ ყურადღებას. ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი მისი ბუნებითი მდგომარეობისა, გარდა იმისა, რომ ეს გახლავთ იერარქიული არსება, ეს გახლავთ გონიერი არსება, ეს გახლავთ უკვდავი არსება. ასევე ის გახლავთ მსახურებითი არსება.
ადამიანს უნდა თუ არ უნდა, არა მარტო ადამიანს, არამედ ანგელოსაც ქმნილების მახასიათებელია მსახურება. ერთადერთი რომელიც ბუნებითად არ ხასიათდება მსახურებით, ეს არის შეუქმნელი ყოვლადწმინდა სამების წიაღში. მხოლოდ ის რატო, იმიტომ რომ ზედროულობაში მისი მსახურება წარმოუდგენელია. თუმცა დროში რო შემოვიდა, ისიც იმსახურებს. ადამიანის გამსაზღვრელი გონიერი ძალის უფრო სწორედ გამსაზღვრელი არის მსახურება. უნდა თუ არ უნდა ადამიანი არის მსახური. დაგჭდება ხოლმე კითხვა, სადღარის მისი ნებელობის თავისუფლება, თუ კი მინდა თუ არ მინდა თავისუფლება. აი ამ არჩევანში იწყება ადამიანის თავისუფლება სწორედ. ვის ვემსახურები მე? ვემსახურები ეგოს, თუ ვემსახურები ჩემგან გარეთ ყოფ სხვას. აი როგორც ხვის მსახურებას ვიწყებ, მე ვიწყებ იმ ადამიანობას, რომელი პროექტით ჩემში, როგორც ბედნიერ არსებაში ჩადო ღმერთმა. ამ პროექტის რეალიზება იწყება სწორედ ამ დროს. არსებითად შინაარსი ღვთისმსახურების ამაშია. აი, ერთი მხრივ ადამიანი უნდა არ უნდა მსახური, რადგან ქმნილებაა. აი, დრო თავში გულისხმობს, აი, სიტყვაზე ვთქვათ, თუ კი წვიმაში მოხვდებით, აუცილებლად ვიგულისხმოთ, უნდა დავსვათ. აი, დროში მოხვედრილი აუცილებლად იგულისხმება, რომ მსახურია. აუცილებლად მსახურია. დროში შემოსული არსების მახასიათებელია მსახურებით ითვისება. მაგრამ ის უკვე ირჩევს გონიერი არსების შემთხვევაში, ეს მსახურება რა მიმართულებით წარმართოს. აი 60-ეული პროექტი გულისხმობს, რომ ადამი და შემდგომ ადამი და მისი ცოლი ამ მსახურებას მიმართავენ შიგნიდან გარეთ. ემსახურებიან ღმერთს და ემსახურებიან ერთმანეთს. ტრაგედია დაცემისა გულისხმობს, რომ აი ეს ვექტორი შემოტრიალდება და წაიწყება ეგოს მსახურება, ის დაავადება, ის მანკი, რაც შემოვიდა ადამიანის ბუნებაში, გამოიხატა სწორედ უწინასწორლისა ამით. ადამიანი იწყებს საკუთარი თავისმსახურებას, ანუ მსახური რჩება, მაგრამ უკვე არა მარტო აი ამის განსაკუთრებულად მოდის მაცხოვარი, როდესაც სვავს კითხვას, რა გავაკეთე მე, ფეხები დაგმანეთ, მეძახით, მეუბნებით, რაბირაბი და მართალიც არის. სწორედ მომართავთ, მაგრამ მე ვარ მსახური თქვენ შორის, მე გემსახურებ თქვენ. ასევე გმართებ თქვენს. თქვენს ასევე უნდა რატო? იმიტომ რომ თუ ეს მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ, მაშინ ჩვენ ვერანაირი წილი ვერ გვექნება, ვერანაირი კავშირი ვერ გვექნება იმასთან, რომელმაც მოგცა თავისუფლება წოდვისაგან და მოგცა ენით გამოუთქმელი სიხარული. ქრისტესთან ვერანაირი ზიარება ვერ გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როდესაც საუბრობთ ღვთისმსახურებაზე, მაცხოვარი საოცარ რაღაცას გვეუბნება. როდესაც მიდიხარ მსახურებისათვის და მოგეხსენება, რომ შენი ძმა შენზე გულწირად არის, დაუტევე, წადი შეუღრიგდე შენ ძმას და შემდგომ აღასრულებს ხო შეწერვა. ნახეთ რა საინტერესო რამეა. თითქოსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს ღვთისმსახურებას, ცენტრალური ადგილი უჭირავს რიტუალურ ღვთისმსახურებას, მაცხოვარი ამბობს არა. ცენტრალური ადგილი უჭირავს შენს მსახურებას მოყვასისადმი და ღმერთისადმი. და მსახურება ამ რიტუალით ვერ მოიწურება, ამ რიტუალით ვერ განიმარტება შინაგანი დამოკიდებულებით. ის რაც შენში ძალიან მძიმეა, აი ეს სიმძიმე უნდა მოიცილო. ეს ვექტორი მიმართე შიგნიდან გარეთ და იმერე მოდი ღვთისმსახურებაზე, იმ ლიტურგიკულ ღვთისმსახურებაზე, იმ რიტუალური ნაწილის აღსრულებაზე, რომელსაკენაც მიესწრაფოთ. განაი საჭირო არ არის, აუცილებელია, მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისი განწყობით. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ღვთისმსახურებაზე, ჩვენ არსებითად ვამბობთ, რომ ყველა შემთხვევაში მსახურები ვართ, მაგრამ უკვე ღვთისმსახურება არჩევანის შედეგია. მე მინდა ვემსახურო ღმერთს. მე მინდა ჩემი ეს მდგომარეობა მივმართო ამისკენ. ამიტომაც ჩვენ ღვთისმსახურებას ხედავთ როგორც სამოთხეში, ასევე ხედავთ სამოთხის მიღმაც. და რა არის ის, რაც სამოთხეში და სამოთხის მიღმა ზღვარგამყოფ ხაზად წარმოდგება? ხო, ეს არის ცოდვით დაცემა. ცოდვით დაცემა, რომელიც ერთ-ერთი მახასიათებელი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ იწყება მტრობის გარემო. მტრობა არ არის ცოდვამდე და მტრობა იწყება ცოდვის შემდგომ. რის მტრობაა ეს? ეს არის იმის მტრობა, რომ ნათელს უპირისპირდება ის ძალა, ძალამაც ვერ იგუა ადამიანი ბედნიერ მდგომარეობაში და დაუპირისპირდა, გადაემტერა მას, ხო? შესაბამისად, ჩვენ კაცობრიობის ისტორიის ამ ორ ნაწილს რო ხედავთ, ამ ორ ნაწილში ვხედავთ ღვთისმსახურებას. ღვთისმსახურება არ არის ის, რაც შეიძლება მტრობა მოშალოს. ღვთისმსახურება არის ის,
რაც მტრობაზე მაღლა დგას და ამით იმარჯვებს ის. აი საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ მტრობის პირველი გამოვლინება, პირველი მთელი სიმძიმით ამ მტრობის შედეგების ხილვა ხდება არც მეტი არც ნაკლები ღვთისმსახურების პერიოდში, როდესაც აბელი და კაინი სხვებს წინავენ ღმერთს. სწორედ იქ ხდება ფუნდამენტალური უფლების, ადამიანის ფუნდამენტალური უფლების, თავისუფლების, სიცოცხლის უფლების ხელყოფა. და ეს ხელყოფა ხდება მაინც და მაინც იმ კუთხით, იმედამეც იქიდან, რომელიც უპირისპირდება იმ ღვთისმსახურებას, რომელიც ღმერთისადმი აღევლინება. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მტრობა, ცოდვით შემოტანილი, ცოდვით დაწყებული, ცოდვით დადგენილი მტრობა, უწინარეს ყოვლისა, ყველაფერთან ერთად ეხება ადამიანის ამარჩევანს. არ აირჩიოს ის მსახურება, რაც ღმერთმა მისცა მას, არამედ აირჩიოს ის მსახურება, რასაც თვითონ მიიჩნევს მართებულად. ჩემი ღვთისმსახურება ეს არის უწინარეს ყოვლისა უარის თქმა დაცემული ძალის შემოთავაზებაზე და დათანხმება იმ შემოთავაზებაზე, რაც ღმერთმა მომიტანა მე. შესაბამისად, ჩემი არჩევანი ღვთისმსახურებისა ეს არის ის არჩევანი, რომლითაც ჩემი აზროვნება, ჩემი დამოკიდებულება, ჩემი საზომები დგება. ამით ვზომავ. აი როგორი ღვთისმსახურიცა ვარ, ისე უყურებ სამყაროს. შეიძლება დღე-დღე ტაძარში ვიდგე, მაგრამ ეს დაყოფისმომცემელი არ იყოს შემთხვევით, სანამ ჩემი აზროვნება აბსოლუტურად არ იყოს მიდრეკილი იესოსკენ, რომელმაც მე სიკვდილისგან ხსნა მომიტანა. ეს შემთხვევით უბრალოდ იყოს რაღაცა დროის გაყვანა და რაღაც სიამოვნების ისასივცე და მოჭედა გათავდა. აზროვნებას არ შეეხება, ჩემს მსახურებას არ შეეხება. ამიტომაც აი, როდესაც დღეს საზოგადოებას უყურებთ, აშკარად ჩანს, რომ საზოგადოება, რომელსაც თავი რელიგიურად მიაჩნია, ეს საზოგადოება ვერ აღმოჩნდა ღვთისმსახური. მსახურებითი საზოგადოება არ არის. არის რელიგიური საზოგადოება, რომელიც შობაში ხვდება, აღდგომაში ხვდება, რაღაცას იმას იზავს, რა ქვია, ბევრს რაღაცა ისტორიულ ფაქტს მოიყვანს წარსულიდან, ჩვენი რელიგიური ისტორიული წარსულიდან, მაგრამ ვერანაირად ვერ შედგა ღვთისმსახურად, ვერანაირად ვერ შედგა იმ საზოგადოებად, რომელსაც სწორედ იმ ერთობაში აქვს მოწოდება, რომელი ერთობის წეკენერაც იესო ნაზარეველმა მოგვიწოდა ჩვენ. ძალიან ისეთ საკითხებს შეეხეთ, რაც არის იგივე თავისუფლება, რომელიც არის პასუხისგებლობასთან ერთად და არჩევანთან ერთად. ადამიანი არ არსებობს თავისუფლება ამ ორი რამის გარეშე, რაც არის უნარი აირჩიოს, საით წავიდეს ნამდვილად და პასუხი აგოს მერე იმაზე, რაც აირჩია თავის არჩევანი, რაც გააკეთა. ძალიან რთულია გიორგი ამ ხმაურში და როცა რაღაცა ბრჭყვიალებს, გაარჩიო რა არის ის. სანამ ბრჭყვიალებს, მე რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ ის თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა, ან რა ვიცი, სიკეთის საწინააღმდეგო ყოფილა, რაც მანამდე ეგონა, რომ იყო არაჩვეულებრივი რაღაცნაირად ადამიანი თითქოს ამ მარტოობის საუკუნეშია, თითქოს ეგზისტენციალური მარტოობა მას აქვს. იმიტომ რომ ის არის მარტო პასუხისგებელი თავის თავზე. რა თქმა უნდა, გაცემა და მსახურება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უფალთან რაღაცებს ჩვენს მაგვირად ვერავინ ვერ გააკეთებს ამ სამყაროში. ეს არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩვენს მაგვირად და გარდაიცვლება თუ იცოცხლებს თუ ავად გახდება თუ კარგად გახდება, ეს ვარ თვითონ მე. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს რაღაც პარადიგმას, რაღაც იმ ჩარჩოს შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ აი ჩემი რამდენად ადამიანის არჩევანი არის ეს აღმოჩნდეს აი ამ ველში, რასაც ქვია ღვთისმსახურების ველი და აი თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს დაიწყო ჯერ კიდევ 64-ში, ის ყველაფერი დღემდე ისმის ის ხმა გველი, რასაც ეუბნებოდა ეშვაქს. ეგ რა თავისუფლებაა, შენ თუ რაღაც არ შეგიძლია.
და შენ ამას თუ გააკეთებ, შენ გახდები ღმერთი. ეს დღემდე ისმის, ეს ეხო. აი ამაში ვართ ახლა ჩვენ და რთული ხდება ზოგჯერ გაარჩიოს ადამიანმა ფეტვის და ხორბლის გარჩევასავით არის კონგიაში რო ხოც იჯდე და არჩიო ამაზე იფიქრო და აი პირველი ღვთისმსახურება ხომ უფლის ძმამ დაწერა ჟამის წირვა იაკობ მოციქულმა და სხვადასხვა ზოგჯერ არის ხომ რომ კამათი არ მიყვარს მაგრამ მე უთქვამ ჩემთვის რომ როგორ შეიძლება ტრანსფორმაციას არ განიცდიდეს და ევოლუციას რაიმე შეიძლება 20 საუკუნის წინ რაც იყო ის იყოს დღესაც და ღირებულებები ხო არ იცვლება დროსა და სივრცეში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და ამიტომ ეს მსახურება, რომელსაც მე ვდგავარ და ჩვენ ვდგავართ, ის არის უფლის ძმის დაწერილი და იქიდან მოდის და თითქოს ეს არის ხოლმე რაღაც ის მოედანი, ის სივრცე, ის ფუნდამენტი და სახურავი, რომელიც რაღაცნაირად უსაფრთხოების განცდას გიჩენს ამ სამყაროში, იმიტომ რომ რაღაცა ეს ამ მარტოობას ვერაფერი ვერ უშველის თუ უფალთან არ არის ღმერთი ადამიანი და თუ ღმერთის განცდა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია. აი ამ სახურებაში რა ხდება ისეთი, რაც ალბათ უნდა ვიცოდეთ, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება საერთოდ არ იცოდეს ადამიანმა არაფერი, მაგრამ ჩართული იყოს გულით, სულით, ანუ არაგონებით და მთლიანად შიგნით იყოს. სიკეთით, სიყვარულით, მიტევებით, აი ეს ფრაზა რომ ჩვენთან არის ღმერთი, ქრისტე არის ჩვენ შორის, საოცარი ფრაზაა, ხო? როდესაც ტაძარში დგახარ. აი ეს რა არის ადამიანისთვის და როგორ უნდა მივიდეს ალბათ, მივიდეთ იქამდე, რომ ეს გავისიგძეგანოთ, რომ ეს არ იყოს მარტო რიტუალი. ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენთვის ამ პრობლემის გადაჭრა იწყება ისე ვიქ იმ წერტილზე, რომელზეც საუბარი დავიწყეთ. გრიგორ ნოსელი ჩვენ გვაწვდის ერთ ასეთ ტერმინს, ძალიან საინტერესო ტერმინს, რომელსაც აი ახლა უნდა ძალიან კარგად ჩავაკვირდეთ, ეს არის ტერმინი ილუზია. ადამიანის ტრაგედია არის, რომ ის იწყებს ცხოვრებას ილუზიაში. და ეს ტრაგედია იწყება 60 დღეში. ილუზიის ბადეში გაახვია თავისი თავი ადამიანმა, ამ ილუზიას მიეცა. და რა იყო ეს ილუზია? ეს ილუზია თავისთავად გულისხმობდა, რომ დაცემული ძალა ადამიანს არ ეუბნება ღმერთს განუდეგი. უბრალოდ ეუბნება სხვანაირად იფიქრე და სხვანაირად იაზროვნე. თორე იმასთან იყავ. მაცხოვარი გვეუბნება ერთ ასეთ სიტყვებს. სან ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განთავისუფლო თქვენ რისგან. მაცხოვარს არ მოუტანია პოლიტიკური სწავლება, სოციალური სწავლება. რისგან უნდა გამანთავისუფლოს მე ჭეშმარიტება? ილუზიისგან, ტყუილისგან, სიცრუისგან. არსებობს ესე იონე დამასკალს აქვს მოგონებითი სიკეთე. მოგონებითი სიკეთე რა არის? ის კი არა რაღაც სიკეთე ჩავიდნენ და მაგონდება, არა, მოგონებითი სიკეთე არის, რომ გონია რაღაც არის სიკეთე. რაღაცას რომ გონია ის არის სიკეთე. აი ეს გონიასგან უნდა დავეხსნა თავი. ამ ილუზიისგან უნდა დავეხსნა თავი და მე ჩემი თამას ვერ ვაკეთებ. ამის ძალები მე არ მაქვს როგორც ხრინლებას, როგორც სოდროს, როგორც სოდრი დაავადებულს, როგორც სუსტს. და სწორედ აქ იწყებს ამის აღიარება არის საწყისი, რომ ამ სისუსტის გადამფარველი ძალა შემოვიდეს ჩემში, ეს არის მადლის სულესაწმინდისა და საღვთო ენერგიამ, საღვთო მოქმედებამ ჩემი უძლურება ამოასოს თავისი ძლიერებით და ილუზიის ტყუობისაგან ჩემი ხსნის პროცესი დაიწყოს. მან მე ბუნებითად გამომიხსნა, როდესაც მოვიდა და ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთში ჩავიდა. ჩემი ბუნება განკორნა. მე როგორც ადამიანი დამიბრუნდა საშუალება ჩემში სულიწმიდამ დაიწყოს ის მოქმედება, რა მოქმედება შეწყდა მაშინ, როდესაც ადამიანი ცოდვით დაავადდა. გამკორნა მე იესო. გამკორდა მე მაცხოვარმა. და ახლა განკურნებულს დამიტოვა ნებელობა. მე ცხონება თავს კი არ მაქვს მოხოვული. ღმერთთან ერთობა იძულებითი აქტი კი არა ჩემში, არა, ახლა მე უნდა მომინდეს, მოვისურო დაბრუნებული შესაძლებლობები, გამოვიყენო ამ ილუზიიდან თავის დასახსნელად, ან ამ ილუზიაში გადავწყვიტო. როგორ ძალა საიდან მეძლევა?
ძალა მეძლევა ღვთისმსახურებიდან სწორედ. ღვთისმსახურება არის ის, რომელსაც ჩემგან ჭირდება არა იმდენად ინტელექტი, ინტელექტი არ ემტერება, მაგრამ ინტელექტს არ ეფუძნება. ინტელექტი მისთვის არ არის გადამწყვეტი, მისთვის გადამწყვეტია აი მაცხოვრის სიტყვები გავიხსენოთ, ნეტარიყვენ წმინდანი რითი, გონებით თუ გულით. გულით წმინდანი. ამ გულის გაწმენდაში, გულის გასუფთავებაში, ამ გულში საღვთო ენერგიის აკუმულირებაში, ანუ იმ მოქმედებაში, რომელი მოქმედებასაც ჩემში ვიწყებ არამედ ჩემთან ერთად იწყებს ღმერთი. სწორედ ეს მეძლევა მე ღვთისმსახურებისას. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის ღვთისმსახურება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თავის თავში ატარებს სწორედ ამ შინაარსს. სან ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განთავისუფლოთ თქვენ. აქ თავისუფლდები მე ილუზიისაგან. ნახეთ რა არის ძალიან საინტერესო. როდესაც ჩვენ ლიტურგიკულ მსახურებას განვიხილავთ, ანუ მსახურებას, რომელიც ლიტურგიკული თვალსაზრისით აღესრულება, რიტუალური თვალსაზრისით აღესრულება, ჩვენთვის ყოველი დღე რაც ვილაპარაკეთ იმას რომ გავყვეთ, ყოველი დღე არის ღვთისმსახურების დღე. წმინდა წერილში ნათქვამია რომ ღმერთმა შაბათი აკურთხა და წმინდაყო. ეს რას ნიშნავს? სხვა დღეები არ არის კურთხეული და სხვა დღეები არ არის წმინდა, როგორ არა ყველა დღე კურთხეულია. როგორ შეიძლება რომელიმე დღე კურთხეული არ იყოს, მაგრამ ბიბლია მხოლოდ ერთ დღეზე ამბობს, ეს არის კურთხეული და წმინდა. რას ნიშნავს ეს? ეს არის განსვენების დღე, თავისთავად ცხადია ეს სიმბოლურად ახო გასაგები და რისგან განსვენების? აი ყოველდღიურობისაგან განსვენების. რას ნიშნავს ეს ყოველდღიურობისაგან განსვენება? ამ განსვენებაში რაღაც სიწმინდე და კურთხეულობა იგულისხმება. ამ განსვენებაში დევს რაღაცა ისეთი, რაც არ დევს დანარჩენი დღის დასვენებაში. ის სხვა რამეა. დაღლილი, ხა სამოთხისეულ იმას პარადიგმას არ ვეხები, ხო? რაღაცებისაგან დაღლილი რო ისვენებს სხვა რამეა. არა, ამ დაღლისაგან, ამ რაღაცებისაგან გამიჯვნაზე აქვს საუბარი. ეს არის დღე, რომელიც განსაკუთრებული დღე არის ადამიანისათვის, წმინდა და კურთხეული. ყველა დღე წმინდა, ყველა დღე კურთხეულია, მაგრამ მხოლოდ ამას ეწოდება, რატო? იმიტომ რომ ეს არის ლიტურგიკული ღვთისმსახურების დღე. ყოველ დღე მე ღვთისმსახურებას ავასრულებ. როდესაც მე პატიოსანი პედაგოგი ვარ და აუდიტორიასთან პატიოსანი დამოკიდებულება მაქვს. პატიოსანი ექიმი ვარ და პაციენტთან პატიოსანი დამოკიდებულება მაქვს. პატიოსანი პურისხობელი ვარ და კლიენტთან პატიოსანი დამოკიდებულება მაქვს და შესაბამის პროდუქტს დავასრულებ, ხო? ეს ღვთისმსახურების შემადგენელი ელემენტები. არ შეიძლება სიტყვაზე ვთქვათ, მე ექიმს გამოტენილი მქონდეს ჩემი კაბინეტი ხატებით და იმას აქვია პაციენტს უყურებდა როგორც კლიენტს. არანაირი კავშირი არ მექნება მე იესოსთან. ეს ვერ იქნება ჩემი ღვთისმსახურება. 24 საათი სამსახურის მერე წასული სულ ტაძარში ვათრემ და ვაღამებდე. თუ კი მე პატიოსად არ ვემსახურები, ავადმყოფს და პატიოსად არ ვემსახურები პაციენტს, მე არაფერი საერთო არ მაქვს იმ იესოსთან, რომელიც მოვიდა ჩემთან და გამგონა. ამიტომაც ეს ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ასევე ღვთისმსახურებაა, მაგრამ რამაძლევს ძალას იმისას, რომ ვიყო პატიოსანი ექიმი, პატიოსანი პედაგოგი, პატიოსანი ხაბაზი, პატიოსანი, რამაძლევს ამის ძალას? ეს ხო გადაწყვეტილების შედეგი ვერ იქნება, მარტო ამას რეალიზება ჭირდება. აი აქ ვიქნები პატიოსანი იმ შემთხვევაში, თუ კი იმ ლიტურგიკულ მსახურებაზე ვდგავარ და იქ ვარ პატიოსანი. ჩემთვის ის მეშვიდე დღე კი არ არის. ჩემთვის ის სინამდვილეში პირველი დღეა. იმით იზომება დანარჩენი დღეები კვირისა. როგორიცა ვარ ღმერთთან, აი ისეთი ვარ მოყვასთან, ისეთი ვარ ადამიანთან. რა საზომიც მაქვს მე ლიტურგიაზე, ის საზომი მაქვს შემდგომ საზოგადოებაში, როგორი პატიოსანიცა ვარ, ან როგორი ფარისეველიცა ვარ. ლიტურგიაზე აი ისეთი პატიოსანი და ისეთი ფარისეველი ვარ სამეზობლოში, ოჯახში, სამეგობროში, საზოგადოებაში და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამიტომ ჩემთვის ღვთისმსახურება ეს არის რაღაცა არა რიტუალების წყება, რომელიც იყო და დღემდე მივიღე, არამედ ეს არის პრაქტიკული დანიშნულების აუცილებლობის აი რაღაცა ელემენტი, რომლიდანაც მე ვიღებ ძალებს, სადაც მე მიყალიბდება შეხედულებების საზომი, როგორ უნდა დანარჩენი 6 დღის განმავლობაში მოვლენები რითი უნდა გავზომო მე. გავზომო ქრისტეთი,
იმ იესოთი, რომელიც მოვიდა ჩვენთან კაცობრიობის გამოსახსენად. შესაბამისად, ჩვენთვის ღვთისმსახურებას აქვს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა. ეს არის ის სივრცე, ეს არის ის მოქმედება, რომლის შედეგადაც ჩემში იწყებს მოქმედებას ყოვლადწლიერი ღმერთი, ჩემს სისუსტეს ამოავსებს ყოვლადძლიერება და სინერგიული კავშირით, სინერგიული ერთობით მე უკვე ვიწყებ, ასე ვთქვათ, განთავისუფლებას იმ ილუზიისაგან, რომელმა ილუზიამაც ბედნიერების ნაცვლად ტრაგედია მომიტანა, ხო? იცით, ჯერ კიდევ წმინდა მამები და მერე უკვე ფსიქოლოგები, ფიზიოლოგები, ფილოსოფოსები ადამიანში არის როგორც გონი, ისე გული, ისე ნება, ანუ არის აზროვნი, ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენ გრძნობთ, ჩვენ გრძნობები გვაქვს, ემოციები გვაქვს და ჩვენ გვაქვს სურვილები, რომელსაც გაკონტროლება ჭირდება. ადამიანი არ არის დაშლილი არსება, რომ ცალკე აზროვნებდეს, ან ცალკე გრძნობდეს, ან ცალკე სურვილი იყოს, მთლიანად ჰოლისტურია ის, მაგრამ ერთი ესეთი საცდური არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ზედმეტად არის თავის გონების იმედად, რომ მიხვდება, რომ ის არ მოტყუდება, რომ მას აქვს ინსტრუმენტები ამისთვის. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მარტო აზროვნებას დააყენოს, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდეს და მე მგონია, გიორგი, რომ ჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ ჩვენ მას ღმერთზე გვცოდნო და იმაზე მეც ადამიანი ვერ შეიმეცნებს, მას არ აქვს ამის უნარი, თუ ეს ღმერთმა არ გაუხსნა ეს კარი. აი, რამდენად არის აქ რა საფრთხეები შეიძლება იყოს, ოდესაც მხოლოდ ლოგიკური აზროვნებით, მსჯელობით და ვთქვათ, შეიძლება ვეცადოთ, რომ რაღაცა გავიგოთ და რაღაც წიაღსვლები გქონდეს აი ამ მიმართულებით ღმერთთან ურთიერთობაში ერთის მხრივ. და იგივე სად გვეხმარება აქ ღვთისმსახურება, რა არის ჩვენი ნდობის ხარისხი ღვთისმსახურებასთან მიმართებაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს? აი ამ კითხვაზე ყველაზე კარგად ალბათ ისე მოციქულები პასუხობენ, რომლებსაც ბევრი რამე არ ესმოდათ. მაგრამ მიყვებოდნენ ქრისტეს. ხო, მაგალითად, საიდუმლო სერობაზე პეტრე ეტყვის მაცხოვარს, რომ არ დაგაბანინებო ფეხებს. და მაცხოვარი ეუბნება, მაშინ ჩემთან წილი არ გექნება. და პეტრესთვის გადამწყვეტი ახლა აღარ არის ის მაცხოვარი, მას ფეხებს დაბას თუ არა, მართლაცაც გადამწყვეტი არის ის ქრისტესთან იქნება თუ არა. პეტრე ამ შემთხვევაში აკეთებს იმ არჩევანს, რომელი არჩევანიც მის ლოგიკას ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდა, ის არ დააბანინებს ფეხებს. და როგორც კი გაიგო, რომ მისი ამ ინტელექტუალური მშენლობის უკან შედეგად არის ის, რომ ქრისტესთან არ იქნება ერთობა, აბსოლუტურად უარს ამბობს ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ძალიან გონხურვალად უთხრა უარი, რომ ამას არ გაკეთებინებო. ხლა ეს უნდა გაუბედო, ხო? ეს უნდა გაუბედო შენს მოძღვარს, რომელთანაც ამ ხნის განმავლობაში დადიხარ და შენი თვალით ხედავ რეებს აკეთებს ეს კაცი. და ამას უუბედავ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გააქვს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ამას არ გააკეთებინე. მაგრამ შემდგომ კიდევ, როდესაც აი მაცხოვარი ეტყვის წილი არ გექნება და ამას ესე იგი გადააბიჯავს პეტრე, იგივე სურათი მეორდება. ყველამ რო გაქცესო, მე არ გაქცევ. ზუსტად იგივე სურათი მეორდება. აი ერთ სივრცეში გვაქვს ორი სურათი. პეტრე, რომელიც თავის ინტელექტს უარს ეტყვის და უსმენს სულიერ სრახვას იმ მოწოდებას, რომელიც ქრისტესგან მოდის, და პეტრე, რომელიც ამას არ უსმენს. მიუხედავად ამისა წამ. მაცხოვარი ეტყვის, რომ მამლის ყბილამდე ხო სამჯერ უარყოფე. სამჯერ უარყოფე და პეტრესთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. აბა რანაირად უნდა უარყოს და ნახავს რომ უარყოფს. ანუ პეტრეს მაგალითი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც პეტრე გვიჩვენებს, როგორი სუსტია ადამიანი, როდესაც ის თავის აი როგორც კი პეტრეში აღდგება ის რასაც მაცხოვარი უკან მიუბრუნებს და მოციქულთა თავად დაადგენს მას. პეტრეს გაჩენება წარმოუდგენელია უკვე, სანამ მას არ მოკლავენ, სანამ მას სიკვდილით არ დაჟიან, პეტრე უბრალოდ ვერ ჩერდება. არ შეუძლია არ ახაროს ის, რაც მიიღო, აუწყებაც მიიღო განკაცებული ღმერთისაგან, ხო? იგივე მაგალითია იუდა ისკარიოტელი, რომელიც აბსოლუტურად ემიჯნება შესაძლებლობასაც კი თავისი შეხედულებები,
დააკორექტიროს მაცხოვრის მითითებების მიხედვით. აბსოლუტურად ემიჯნება ამას. შედეგი რა არის? შედეგი არის აღიარება. მართალი კაცის სისხლი მოგეცი თქვა. მიევა ამ დასკვნამდე, რომ ცდებოდა. მაგრამ იუდას პრობლემა რა არის? იუდას პრობლემა ის არის, რომ იუდას შეცდომის გამოსწორება არ არის დაუკავშირდეს იმას, ვის გამოც ვისთან ურთიერთობის გაწყვეტის გამოც მან ეს არამართებული გადაწყვეტილება მიიღო. გამოსავალი არ არის ქრისტესთან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, იუდა აღიარებს ამას, იუდა მონატყმედ რჩება თავისი გადაწყვეტილებების მორჩილებისა, თავისი ინტელექტუალური განჟის მორჩილებისა. და ეკნება ისაც აქვს. ამიტომაც თუ დავაკვირდებით ჩვენ ღვთისმსახურების მთელ სერიას დაწყებული საბოთხიდან, ვიდრე აი იქ რაც უნდა მოხდეს, ხო, ზეციური იერუსალიმში კრავის ქორწილი რაც არის. ამ ღვთისმსახურებაში დომინანტური და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სწორედ ეს, რომ გულში გაჩნდეს ღმერთი. შინაგანად შენში ცხოვრება და მოქმედება დაიწყოს საღვთო ენერგია. ეს იმას კი ანიშნავს, ყოველთვის ასე იქნება, ადამიანს აქვს თავის დაცემა, თავის წამოდგომა. და ჩვენ ერთადერთის გარდა ყოვლა წმინდა დედოფალზე ვერ ვიტყვით, მაგრამ თანარჩენს მე თქვენ ვერ მეტყვით წმინდას ერთმა მომცა შენიშნოს, სხვათა შორის ძალიან დამაფიქრებელი, აბა ნათლის სემელზე დაფიქრდიო. და ვერ ვიტყვით წმინდანს, რომელიც ცხონდა და უცოდველი იყო, ასეთ რამე არ არსებობს. დაცემაში არ არის პრობლემა. ამ დაცემიდან წამოდგომა რომ ხდება, ისე როგორც პეტრე წამოდგა, ამაშია მთელი საიდუმლო. დავითი ასე წამოდგება. და სწორედ წამოდგომის შინაარსი დადის აი დასკვებცანეთ იქამდე, რომ ჩემში ეს ნიშნული დადის სწორედ აქამდე ღვთისმსახურება, ეს არის ისაც ჩემში საღვთო მოქმედების დაწყების აუცილებელი პირობა. ამ დროს იწყება ჩემში საღვთო ენერგიების დამკვიდრება. ეს ენერგიები, ეს მოქმედებები, რომელიც თავის თავში გულისხმობს აი ამ ერთობისაკენ წასვლას, რომელიც ჭეშმარიტებით ილუზიისაგან უნდა გამანთავისუფლოს მე. ამ ჭეშმარიტებას გამოვყავარ ილუზიიდან და რეალური ხედვა მაქვს, ხო? ადამიანი, რომელიც აი თვალია, რომელიც გონება არეულია, შეიძლება სულაც არ იყოს სუდი ადამიანი, მაგრამ არაადეკვატურად მოქმედებს, არაადეკვატურად იქცევა, არაადეკვატურად საუბრობს, არაადეკვატურ რჩევებს იძლევა. და მე ვიღაც არის, რომელიც ამ არაადეკვატურს უსმენს. და პრობლემის წინამძღოლს ამოუვა, ხო? ორივე გადაიჭეხება ოფსკულში. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ღვთისმსახურებაზე, ღვთისმსახურება უწინასწორისა გამყვანია ჩვენი სამშვიდობოსი. გამყვანია ჩვენი ერთობისაკენ, ურთიერთპატივისცემისაკენ. რატომ? იმიტომ რომ შემოდის ჩვენში ის ძალები, შემოდის ჩვენში ის ხედვა, ის საზომი, რითაც შეიძლება ჩვენ ერთობა ჩამოვაყალიბოთ და რაღაც მეტად შვიდი გარემო შევქმნათ. გიორგი, მეცნიერებაში არსებობს ორი გზა. ერთი არის, რომ სათაური ავირჩიო და იმის ქვეშ შევყარო ფაქტები და მეორე არის, რომ ფაქტებს დავაკვირდე და დავარქვა სათაური. ორივე შემთხვევას თავისი რისკები აქვს, იმიტომ რომ ის რაც, როდესაც ვირჩევ სათაურს, მე ვეძებ მარტო მის შესაბამის ფაქტებს. და როდესაც ფაქტებს ვაკვირდები, ახლა ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან ინდივიდუალურია. რა ინდიკატორებით ვაკეთებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი და შესაბამისად შეიძლება ძალიან ავწდე რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეცნიერი მერქვას მე. ძალიან ხშირად ფაქტის ინტერპრეტაცია ხდება იმდენად განსხვავებულად, რომ 2000 წელზე მეტი გავიდა, რაც ვერ იცნეს ჭეშმარიტება. მათ წინ იყო ქრისტე და იცით რამდენჯერ მეფიქრია, რომ აი დღეს რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დროსა და სივრცეში მაშინ, აი რამდენად ვართ მზად, რომ გვეცნო მაცხოვარი. იმიტომ რომ აი ეს თითქოს ცოდნა იყო, იმიტომ რომ მოლოდინიც იყო, ცოდნაც იყო, დროსა და სივრცეში გაწერილი იყო, სად უნდა დაბადებულიყო, როდის უნდა დაბადებულიყო, წინასწარმეტყველებები იყო. თითქოს ეს ყველაფერი ხდებოდა და მაინც ვერ იცნეს იმათმა,
ვისაც ყველაზე მეტად უნდა ეცნოთ. აი ეს რა არის ამის მიზეზი? რა ინტერპრეტაცია ეს არის ის რომ არ მინდა თუ ეს არის ის რომ არ შემიძლია? ძალიან საინტერესოა ამ შილობის თავში იმდენად მნიშვნელოვანი არგუმენტაცია იყო მოყვანილი ამის ყურადღება დატოვება ნამდვილად არ მინდა. აი იმ მიდგომისაგან რომელსაც თქვენ აპელირებდით რომ არის სათაური და ამ სათაურის საფამისი ფაქტების მოგროვება ან და მე ფაქტებს ვაგროვებ და თვითონ ეს მომცემს შელოფა მომცემს სათაურს. აი ამ ორისაგან ან დამოკიდებულებისაგან განსხვავებით ქრისტიანობა გეუბნება რომ შენში თავიდანვე მოცემულია სათაური. ადამიანი არ ადგენს რა არის ჭეშმარიტება, ადამიანისათვის მიცემულია რა არის ჭეშმარიტება. აი ისრაელს ეუბნება ღმერთი იყავი შენ წმინდა როგორი წმინდაც ვარ მე. მაცხოვარი გვეუბნება იყავი თქვენ სრულ ვითარცა მამაი თქვენისაცაც აი სრულ არის. ეს ინტერპრეტაცია იმ სიტყვების. მოდით ეს წინდება გავყოთ შუაში. აი ღმერთს ეთქვა ისრაელსათვის იყავი თქვენ წმინდა და დაესვა წერტილი. და მაცხოვარს ეთქვა იყავი თქვენ სრულ და დაესვა წერტილი. რას გვეუბნება ამით ღმერთი? რას გვეტყოდა ამით ღმერთი? ღმერთი ამით გვეტყოდა რომ მე გეუბნები რომ შენ იყავი წმინდა და ახლა შენ ამ სათაურის ქვეშ რასაც გულისხმობ რომ არის სიწმინდე, აი ეს საზომები დაადგინე და იმით იცხოვრე და ამ შენი საზომებით ვისაუბროთ მერე არა. ღმერთი ამბობს რომ წმინდა კი არ უნდა იყო. მე როგორიც ვარ, საზომს გვაძლევს. სიწმინდე რას ნიშნავს? მოდი შეიძლება ადამიანი გახდეს ღმერთი წმინდა, პასუხი მარტივია ვერასდროს. მოდი შეიძლება ადამიანი მამაზე ცირვით სრულყოფილი გახდეს, პასუხი მარტივია ვერასდროს. აბა რა არის ეს უტოპიური განცხადება? არამც და არამც. ეს არის საზომი. რას ნიშნავს სიწმინდე, რას ნიშნავს სიკარგე, რას ნიშნავს ასე ვთქვათ, აი ეს ყველაფერი რაც ღმერთისაგან მოდის, ხო? ანუ მე არ ვადგენ რა არის კარგი, მე მეძლევა რა არის კარგი. მე არ ვადგენ რა არის წმინდა, მე ადამს 64 არ მოუპოვები, ადამი 64-ში იწყებს ცხოვრებას. ადამი არ ეძებს 64-ს, ადამა იცის რა არის 64. ჩდება თუ არა და მიცნობიერება გამოვლენებას იწყებს თუ არა, ეს 64-ში ვეხდება, ჭეშმარიტებაში ხდება. ადამი არ ადგენს თურმე ეს ყოფილა ჭეშმარიტება. მაცხოვარის უცა გვეუბნება სანჭეშმარიტ და ჭეშმარიტებამ გაგანთავისუფლო თქვენ, ამათ გვეუბნება იმას, რომ აი ეს ჭეშმარიტება რაც მოცემული გაქვთ. აი იგან განთავისუფლეს და არა რაღაცა მაძიებლობა, რომელიც შენ ინტელექტზე შეიძლება იყოს და ეს გამოცხადებითია. ეს იმას კი ნიშნავს, რომ ქრისტიანობა ინტელექტუალურ შრომას ეჭქვეს აყენებს, ან უარყოფს არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში. ვის და ქრისტიანობის ისტორია სავსეა მაღალ ინტელექტუალური მამებით. და ვერ გაბედავს, აი მართლა ძალიან ისე დემაგოგიც კი ვერ გაბედავს ქრისტიანობას არაწიგნიერი და ის უწოდოს, ხო? მეცნიერებისათვის მტრულად განწყობილი უწოდოს, ეს აბსოლუტურად ისტორიული სიბეცია. მაგრამ აქცენტი კეთდება არა ინტელექტუალური შრომის შედეგზე. ინტელექტუალური შრომა არის საშუალება, დამხმარე საშუალება, რაღაც სანათი, რომელთაც გზა უნდა გავინაცვლოთ. თვითონ გზა ქრისტეა, ჭეშმარიტება ქრისტეა. ამ გზას მე არ ვადგენ, ეს გზა მოცემულია ჩემთვის. და ისიც ვიცი რომ ვიწრო და რთულად სავალი. ამ გზას კორექტირებას ვერ უკეთებ. და მთელი პრობლემა ამაზე დადის, სწორედ რას ვირჩევ მე? ისაც ადამთან თქვენ სათახნესთან აბსოლუტურად მართებულად ვზანეთ. ესე ხო ისმის 64-დან. რომ ეს ჭეშმარიტება რაც მომეცა, თუ რაღაც ალტერნატიული ჭეშმარიტება, რომელსაც მე დავადგენ. ხო? ანუ აი ილუზიაში დაცემული ძალა მეუბნება, რომ ეს შენი ინტელექტუალური მსჯელობის პროდუქტი ღმერთს კი არ ეწინააღმდეგება. და თვითონ ესეც არა, ეს ღმერთს არ ეწინააღმდეგება, მე ძალიან ისე თამამს ხვდის. და უცებ მავიწყდება რომ გამოვიგონე რაღაცა ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტურად სხვა არის, ის ერთია ჭეშმარიტება 17 და 20 ვერ იქნება. და კაცობრიობის ისტორია განსაკუთრებით ბიბლიაში ჩანს, ეს ძალიან კარგად ამას მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, რომ ჩვენ როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, თქვა წარღვნის, აი მაცხოვარი ამბობს ასე სიტყვებს, რას ვადარო მოსვლოცისა კაცისა.
და ერთ-ერთი ნიშანი, რასაც ის ძეკაცის მოსვლას შეატრიეს, ეს არის რაღაც შტრიხ-კოდები და რაღაცა პასპორტები და ჩიპები. ამით ეს არის ნოეს დღეები. და როგორი იყო ნოეს დღეები? ნოეს დღეები ხასიათდებოდა ურწმუნოებით, ნოეს დღეები ხასიათდებოდა ინტელექტუალური განვითარებით, ნოეს დღეები ხასიათდებოდა გარყვნილებით, ხო? რა არის საინტერესო? იქ წარღვნა მოხდა, გადარჩა ნოე თავის ოჯახით. წმინდა წერილში წერია, რომ ნოე როდესაც გამოდის კიდობრიდან, პირველად რასაც აკეთებს, აღმართავს საკურთხეველს და მსხვერპლს შეწირავს ღმერთს, წმინდა ცხოველებისგან და ეს ხო როგორი იყო? დაკლა ნოემ, ასო აქნა, გარეცხა, შეშაზე დაალაგა, აწყო და მოუკიდა ცეცხლი და ახლა წარმოიდგინეთ, ახლა როგორი სურათია, ეს ხრჩოლვადის მაღლა, ნუ რაღაცა საშინელი სუნი დგას დანახშირებული იმის და საკურთხეველთან ახლოს ვერ მიხვალის ეს ცეცხლიანთი. მაგრამ ამ ყველაფერზე ამ ხრჩოლვაზე, ამ ძიმე, ასე ვთქვათ, ვიზუალურ სურათზე, ბიბლია ამბობს, რომ აი ეს ხრჩოლვა კეთილსურნელება დავიდა ღმერთთან. რატო ამბობ ამას? ნოესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ნოემ და ნოეს სახით კიდობაში შენარჩუნდა კაცობრიობა. მაგრამ ცოტა მეტია სათქმელი. მარტო ეს არა. ეს არის შედეგი ზედაპირზე რაზეც სიღრმეში ცოტა სხვა რამეთავს. და რა არის ეს? ნოეს სახით კაცობრიობა კი არ შენარჩუნდა. ნოეს სახით შენარჩუნდა ის კაცობრიობა, რომელმაც არ დაივიწყა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ღვთისმსახურება კიდობანში ნოემ შეიტანა აბელის ღვთისმსახურება და კიდობრიდან გამოიტანა აბელის ღვთისმსახურება. ეს შეინახა ნოემ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარღვნის კონტექსტში მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, რომ ის გადაირეცხა ქვეყანა, იქ ნოე გადარჩა, იქ ხამას არა, მთელი შინაარსი, მთელი დაძაბულობა ამ თხრობისა თავმოყრილია იმაში, რომ ნოემ გადაარჩინა ღვთისმსახურება. ამით ნოემ გადაარჩინა ადამიანის არსებობის შინაარსი. ეგზისტენცი. აი ეს გადაარჩინა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ მაცხოვრის ღვაწლზე და რომელიც მოვიდა და თავისი მსახურება აღასრულა მამისადმი სრული მორჩილებით, თავის თავში იგულისხმება სწორედ ის, რაც ვთქვით უკვე. მან კაცობრიობას ის კაცობრიობა გაიყვანა იმ თავისუფლებაზე, სადაც ღვთისმსახურებითაა შესანარჩუნებელი ეს თავისუფლება. თავისუფლება რისგან? არა რომის იმპერიისაგან, არა თქვა არა მართებული გადასახადებისაგან, არამედ თავისუფლება აზროვნებისაგან, იმისაგან, რა ქვია, ადამიანის გამაუბედურებელი აზროვნებისაგან, აქედან გაგვეყვანა ქრისტე. და ღვთისმსახურება მე ამას მინარჩუნებს, ამ თავისუფლებას მინარჩუნებს, აზროვნების, მართებულად აზროვნების აი ამ ნიშნულს მინარჩუნებს. და გიორგი, აი ცოტა დამიწება რო გავაკეთოთ, რა გაგებით ახლა, რომ ადამიანი ღმერთთან ურთიერთობაში თითქოს რამოდენიმე ტიპის ურთიერთობაში შედის. ის ერთი არის, რომ რაღაცას თხოვს სამომავლოდ, მეორე არის, რომ მადლობას უხდის და მადლიერია, მესამე არის, რომ ბოდიშს იხდის, რომ რაღაცა დააშავა და ალბათ მეოთხე არის, არაფერს რო არ თხოვს, უბრალოდ ადიდებს უფალს. ალბათ ეს არის კვინტესენცია, ხო, ღმერთისა და ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში, როდესაც დგება ეს შეხვედრა მასთან, არა მომხმარებლური, რაც სულ არ არის გასაკვირი ჩვენ გვაქვს მიწიერი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური პრობლემები და ბუნებრივია რომ ვითხოვდეთ ჯანმრთელობას, შვილის დაქორწინებას, რაღაცა ეს აუცილებელიც არის და ვიყოთ ამისთვის მადლიერები. მაგრამ აი ის რომ ღვთის მადიდებლები და ახლა გამახსენდა რომ ქართველებს ეძახდნენ ღმერთის მოყვარე ივერიელებს. შუა საუკუნეებში და მე ხანდახან ვფიქრობ ამაზე უკეთესი ალბათ არც არაფერი შეიძლება ადამიანს დაუძახო. აი ეს ღმერთის მოყვარეობა და მისი დიდება უბრალოდ იმის გამო რომ არსებობს ღმერთი და არსებობს თვითონ ადამიანი, უკვე არის რაღაცა ალბათ ყველაზე მეტი რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. და აი ამ ურთიერთობაში რომ არ გაიბნეს და ძალიან მიწაზე არ აღმოჩნდეს და ძალიან მერკანტილური და სათავისოდ გამოყენება ხშირად არის, აი უამრავი დაცვითი მექანიზმი არსებობს ფსიქიკას აქ, როდესაც მე აი მაგალითად ერთ-ერთი ვერსიით უარყოფა და არის ერთი დაცვის მექანიზმი და მეორე არის
დამახინჯება, რომ მე ვამახინჯებ რეალობას იმისათვის, რომ გადავრჩე და მე მოვერგო ამ სიტუაციას, ან საერთოდ უარყოფ. და ხშირ შემთხვევაში ამ მექანიზმებით შევდივარ მე ამ ურთიერთობაშიც. იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცა საჩემოთ მინდა მოვირგო ეს ურთიერთობა. აი აქ ამისგან განთავისუფლება თქვენი აზრით როგორ უნდა მოხდეს? აი ამ დაცვებისგან ეს მინდობა უფალზე და იგივე ღვთისმსახურების არსიც რომ თქო იწყება სამყაროს შემოქმედებიდან და თავდება წმინდა ზიარებით, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდება უფალთან ერთობით, მასთან გაერთიანებით. და როგორ არ ავწდეთ ამას ისე, რომ არ დაგვამძიმოს და არ მოხდეს ადამიანის მეტად განზავება აი ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი გეძახის აბსოლუტურად. და რა ინდიკატორებია ეს, იცით, როგორ გაარჩიო ზოგჯერ. ძალიან უჭირთ ახალგაზრდებს ამის გარჩევა. მოზარდებს ძალიან გვიჭირს ხშირ შემთხვევაში ტყვილი მართალს გავს მართალი ტყუილს. აი ანტონი დიდი ამბობს და ერთხელ რომ ისე შეიშლება მსოფლიო რომ შეშლილებს ჭკვიანებს და უძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებს. რაღაცა ეს მე მგონი ყოველთვის იყო ალბათ რაც კაცობრიობა არსებობს ეს თქვათ მიმართებაც არსებობს რომ არის სრული მიუღებლობა ადამიანებს შორის აზრების, ღირებულებების და აი დაუცველმა ადამიანმა ჭყალებში როგორ გაარჩიოს ეს, როგორ აღმოაჩინოს ეს ღვთისმსახურება. დაუცველი ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემონგრეული აქვს ის კედელი, რომლის შიგნითაც ის ქალაქი უნდა იყოს დაცული, რომელსაც მისი პიროვნება მართავს, ხო, უბრალოდ ამ თავარმა, ამ მართველმა ეს თავისი დამცავი ჯებირი დაანგრია და ალეწინა მტერს და შესაბამისად ტერითარეშობს მის სივრცეში. ხო, აი რას მოусმინოს, რას მიაქციოს უფრო ყურადღება, გულს თუ გონებას, თუ ნებას, თუ გონებას გრიგონოსელი უწოდებს სულის თვალებს, ანუ რაც სხეულისთვის არის თვალები, ისა გონება სულისათვის. და როგორ იყურება ეს გონება, როგორ იყურება სული? ამის ინდიკატორია გული. რამდენად გაწმენდელია ეს, რამდენად ყოფობს იქ საღვთო ენერგიას, საღვთო მადლი, რამდენად ტრიალებს, რამდენად წმინდაა გული. ისეთია ხედვა, ხო? როდესაც ადამიანი თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უყვირდება და გული აქვს შემოსრული, გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს, ხო? ძალიან რელიგიურები იყვნენ ის ქრისტიან ჯვარცმელები, ყველა რელიგიური იყო, მაგრამ მათი გული არ გრძნობდა არაფერს, გაქვავებული ჰქონდათ გული. ნეტავ გეხილა შენი მოხე, ნეტავ გეცნო შენი მოხელის ჟამი მაცხოვარეობა იერუსალიმს, ახლა დაფარულია შენთვის. რატოა დაფარული? იმიტომ რომ ხმართ რაღაცა დაუმალა, არა თვითონ არიღებს. არიღებს არა ინტელექტით, მაგრამ არიღებს გულით. და უკვე გულით როცა არ მიიღო, ინტელექტიც ვერ დაეხმარა მას. ინტელექტიც ვერ დაეხმარა, როდესაც მაცხოვარი სვავს კითხავს, რომ რომელი ბოროტის საქმესაც უშით. ხო შეიძლება თქვათ, აი, როგორიც არის სამართალი, აეწონათ ამ კაცმა რა გააკეთა ცუდი და რა გააკეთა კარგი, ხო? და ცუდი ვერ უპოვეს ვერაფერი. და მიაყოლი ახლა ლოგიკა, მაგრამ ის ლოგიკა მიაყოლა, სადაც გულმა უკარნახა. რა უკარნახა გულმა? რას დამინძურებულ გულს შეიძლება ეს იწმინდე და შენ ერთად ვერ იქნებით, უნდა მოკლა. უნდა მოიცილო. ჩვენ ასეთი ლოცვა გვაქვს, საუფლო ლოცვა, მამაო ჩვენო. და მე ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ლოცვა არის ამ ლოცვის ეგზეგეტიკა, აი ყველა ლოცვა რა წერილი რაც არის, როგორც არის, აი მამაო ჩვენოს განმარტება, გაშლილი ვარიანტი. მამაო ჩვენოდან იწყება რაღაც. და ამ ლოცვაში ჩვენ ასეთ რამეს ვამბობთ, არ ვაქცევთ ხოლმე ამას ყურადღებას, თორე ისე ვამბობთ. იყავ ნება შენი. და ეს ძალიან დიდი განცხადებაა. მე რო არ უთხრა, ისე არ იქნება ღვთისნება, არა ღმერთმა მე მითხრა, მომეცინება. და მე ვეუბნები ამ ლოცვაში, რომ მე მაქვს მთელი რიგი სათხოვარები. სათხოვარი ამასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის სათხოვარების ბოლოს მაქვს კიდე ერთი სათქმე. იყავ ნება შენი. ეს ჩემი სათხოვარია.
მაგრამ მოხდეს ისაც შენ გააკეთე. აი, როდესაც ეს გული მაქვს, და ამ გულით ვევედრები ღმერთს. მაშინ ამ ჩემი ლოცვის შემდგომ რეალიზებული მოვლენები იზომება სწორედ აი ამ საზომით, იყოს ნება ღვთისა. არ ვარ მტრული, არ ვარ დაპირისპირებული, არ ვარ გაღიზიანებული, რადგან ამაში ყველაფერში ვხედავ, რაც მე თვითონ ვთხოვე ღმერთს იყოს შენი ნება. და შესაბამისად, მაცხოვრებელს გვეუბნება სწორედ, რომ რას უნდა დავეყრდნო, უნდა დამეყრდნო მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ნათელი, მე ვარ სიმართლე. ამას უნდა დაეყრდნო. შენ როდესაც ამას არ ეყრდნობი, ან და ამას ეყრდნობი ფორმალურად რაღაცა დეკლარირების ხარჯზე, რომ შენი ღირებულებათა სისტემა, შენი საზომი absolutურად სხვა არის. ამ თანამედროვე კონტამინაციით რო თქვა ის ტერმინი, ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული ფარისეველი ხარ. ხო? მაშინ თავისთავად ცხადია, ვერაფერი დაგიცავს შენ იმისაგან, რომ ამ ქვეყნიურმა ამოვებამ შენი აზროვნებას არ გადათელოს და თავის ილუზიაში არ მოგაქციოს. თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი დაძახილი, რომელიც შენს ემოციას შეეხება, აგიყოლიოს ამ ემოციამ და ამ დაძახილს გაგაყოლოს. საოცარი რომ გამახსენდა გიორგი, ერთი ყმაწველი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ჰქონდა ჰალუცინაციები, ხედავდა ზომბებს გარშემო და ადამიანს ვეღარ ხედავდა. გამახსენდაო, ბებიამ მასწავლაო ბავშვობაში, მამაუჩვენეო. დავიწყეო ამის გამეორება ისეთი სიხშირით და ისე რომ არა 1-2 დღე თითქმის ისეთი საშუალებები ქონდა მიღებული რომ ვერც იძინებდა არც მძინებიაო და მეშინოდაო რომ დავამთავრებდიო რამე აზრი არ მომსვლოდა და ისე ვამბობდიო და რაღაც 2 დღის მერე მოხდა ის რომ მან დაინახა ისევ ჩვეულებრივ ადამიანები და გამოვიდა ამ მდგომარეობიდან შეიძლება ისედაც გამოსულიყო მაგრამ არა ასე როგორც ხო სხვა შედეგი მოყოლოდა და ეს არის ალბათ ხშირად მიფიქრე ალბათ ის გაჭირვება რასაც უფალი ჩვენზე უშვებს არის მისი ენა საკონტაქტო რომ არ დაგვავიწყდეს ის რომ გაგვახსენდეს რომ მივმართოთ ლოცვას და ისევ დაუბრუნდეთ იმ წიაღს რა წიაღისთვისაც ვართ შექმნილები ალბათ ადამიანები და ხო ცალკე თემაა კიდე და ცალკე ძალიან აღმე თემაა გაჭირვების და ტანჯვის საზრის ეს კიდე ცალკე თემაა რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ ის მაგალითი თქვა მძანეთ ეს არის რაღაცა ის ზღვარი, როდესაც იკარგები აღარ ახარ და სწორედ იქიდან იწყება რაღაცა საოცარი, რაც მაცხოვრებ, ხო? და სწორედ იქიდან იწყება აღდგომა, სიხარული, გაძლიერება, გამარჯვება. აი იმ ყველაზე დიდ მარცხში, ყველაზე დიდ უიმედობაში, ყველაზე დიდ დაკარგულობაში. და ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა. შეიძლება მის საქციელი არ მომწონს, შეიძლება ის რაღაცა, მაგრამ არ შეიძლება მე ის თვითონ არ მომწონდეს, მე ის არ მიყვარდეს, თუ კი ქრისტიანი ვარ, ის მიყვარს აუცილებლად. ნუ ახლა მე ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, ის კი არა ხანდახან ჩემი სულიერი ძალებიდან გამომდინარე. ხო. ხო, ანუ მე საზომზე ვსაუბრობ და რა იმაზე ვინ როგორია, ხო? ხო და ქრისტიანობის ამოცემულობაზე ვსაუბრობ და ქრისტიანობა გეუბნება, რომ შეიძლება არ მოგწონდეს მისი საქციელი, მაგრამ არ გაგუფლება არ მოგწონდეს და გიყვარდეს ის. და ვილოცოთ მისთვის, ჩვენი თავისთვისაც და მათთვის. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი, იქნებ შევთანხმდეთ ახლა, რომ ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, საოცარი მოსაუბრე ხართ და რომ კიდევ შევხვდებით და იქნებ ტანჯვის საზრისზე ვისაუბროთ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ვთქვათ, აი საღვთისმეტყველებო კუთხით. თუ რა არის, რატომ ეშვება ადამიანზე ეს, იმიტომ რომ ამაზე არის ფსიქოლოგიაში ეგზისტენციალისტებთან ბევრი ძალიან საინტერესო რამ. და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მე კი გახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ბატონი გიორგი კვასალია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.